არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ორგანიზაცია მომავალი საქართველოსთვის ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს გამოიხმაურა. ორგანიზაციამ დისკუსია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ქალაქში ორივე აღმსარებლობის მოქალაქეთა ინტერესი და უფლება უნდა იყოს დაცული. ისინი ასევე მოქალაქეთა აზრის კვლევის ინიციატივით გამოდიან, რომლის თანახმადაც უნდა შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი, რომელიც კვლევას ორგანიზებას გაუწევს. დისკუსიის ინიციატორების თქმით, სპეციალურმა ჯგუფმა აღნიშნულ საკითხზე საჯარო შეხვედრების გამართვაც უნდა უზრუნველყონ. შეიძლება და შემდეგ ეტაპზე განხილვიყო, მოხდეს განხილვა და შესაბამისად განხილვების შემდეგ განვიხილებს ძირითადად ის საკითხები, რომ ეს შეთანხმება თურქულ მხარესა და ქართულ მხარეს შორის რაც შედგა, უნდა იყოს შედარებით გამჭვირვალე, საზოგადოებისათვის ცნობილი, ასევე ისმება საკითხი იმის შესახებ, რომ ამ მხრივ არ ყოფილა საზოგადოების აზრი გათვალისწინებული და ჩვენ ვფიქრობთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის განხილვა საზოგადოებასთან ერთად, საჯარო განხილვა, გამოკითხვები და ასე შემდეგ, თუნდაც მეჩეთის მშენებლობის ადგილთან დაკავშირებით და ასევე აშენდეს თუ არა მეჩეთი ქალაქ ბათუმში. როდესაც საუბრობთ, რომ უნდა აშენდეს მეჩეთი, აუცილებლად უნდა გათვალისწინებული იყოს როგორც აჭარის, ასევე ბათუმში მცხოვრები ადამიანების მოსაზრება, ახალგაზრდების, არასამთავრობო ორგანიზაციების და იმ რელიგიის წარმომადგენლების, რომელიც დაინტერესებული არიან ამ საკითხით. ვთავაზობთ აჭარის ხელისუფლებას და აგრეთვე არასამთავრობოებს, რომ ერთობრივი ძალებით მოვახდინოთ, ჩავატაროთ ორგანიზება, გავუკეთოთ და ჩავატაროთ საჯარო შეხვედრებს და დისკუსიებს, სადაც უფრო ნათლად გამოიხატება ბათუმელების ყველა ფენის და ყველა რელიგიური წარმომადგენლის მოსაზრება თუ სად და რა ფორმით უნდა აშენდეს მუსლიმანური სალოცავი.